არავის არასდროს არ უთქვამს, რომ საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებით დასავლური ქვეყნები ანგელოზები არიან. მეტიც არც ერთ ქვეყანა არ მოიძებნება რაღაც ცუდი რო არ ხდებოდეს. მთელი ევროპა რო ავიღოთ, ევროპამ გააჩინა ყველა ალბათ გენიალური და ჰუმანური, ასე ვთქვათ, იდეები. მაგრამ ყველა ცუდიც ევროპამ გააჩინა. ფაშიზმის, კომუნიზმის, ნაციზმის, ყველაფერი ევროპაში გაჩნდა. ამიტომ ევროპას რო უყურებ, თუ მაგ ნაციზმს დავინახავ და ფაშიზმს, სულ ცუდი სურათი გვექნება. მაგრამ ეს ევროპა იმით გამოირჩევა და ზოგადად დასავლური ცივილიზაცია, რომ კონკურენცია შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც დაძლიეს ეს თვითონ ნაციზმი დაძლიეს, თვითონ დაძლიეს ფაშიზმი, თვითონ იმედია დაძლია იმ სოციალისტურ იდეებს, რომელიც ახლა გავრცელებულია და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ და დავინახოთ სულ პრობლემები. და შეიძლება დავინახოთ ისაც მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასე კონგოშის პრობლემებიც არის და რაღაც კაცსაც ვიპოვეთ კონგოში, მაგრამ ჩვენ ხო არ გვინდა კონგო ვიყოთ. ჩვენ ხო მაინც შვეიცარიას, ფინეთს და რა ვიცი, კანადას უყურებთ და აი ის კანადა და შვეიცარია რატომ არიან ძლიერები, მდიდრები და შემდეგ ის გვაინტერესებს, თორე არა ის მათი შეცდომები. პრობლემა არის ის, რომ ვიღაცა როცა ორივე მხარე, ორივე ოპონენტი პრიმიტივიზაციას აკეთებს, ვიღაც ხო არის რაც ევროპაში ყველაფერი კარგი არის. კი, არის ეს და რაც არის ყველაფერი ცუდია. ამიტომ მე საწინააღმდეგო პროპაგანდა მარტივად მუშაობს, რომ იპოვე რამე ცუდს და შენი ევროპა უკეთმის და ასე რომ შეხედოთ უამრავ ამორალურ და ცუდ ქცევას იპოვით მას შორის დასავლურ ქვეყნებში. მაგრამ საბოლოო ჯამში რო გადახედოთ რომელ ნაწილში სამყაროსი ერთი ცალკე აღებული ადამიანი უფრო დაცულია, უფრო თავისუფალია, უფრო მდიდარია, მაინც დასავლეთია და თუ ამას გავიაზრებთ, მაშინ ჩვენ უნდა ვცადოთ არა მარტო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ სრულფასოვნად, მათ შორის ფორმალური კრიტერიუმებით, არამედ აი ბრმად არ გავხდეთ ამ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. იმიტომ რომ დასავლური ცივილიზაცია იმით არის ღირებული, რომ ევროკავშირში პორტუგალიაც არის, საბერძნეთიც და დანიაც. და ოღონდ ესენი არაფერი საერთო ამ ქვეყნებს არ აქვს. განსხვავებული ყველაფერი ერთმანეთისგან. ხო და რადგან ასე არიან ეს ქვეყნები, მაშინ ჩვენც უნდა შევიდეთ, აი ეს ვთქვათ, ხოცებრივ ღირსეულად, რას ნიშნავს ღირსეულად შესვლა? ნიშნავს, რომ შენი პოზიციები, შენი ღირებულები, მაგრამ იქ შედიხარ. კი არა, ეწინააღმდეგები, კი არა, მოდი თქვენ LGBT პროპაგანდა და ჩვენა ქართველობა უნდა დავიცვათ. ვიცით რა ხდებოდა ადრე, მაგალითად, როცა გვაძლევდნენ თქვათ 100 რეკომენდაციას. იქ ეწერა, იქ როგორ არის, ხო სხვა ლობისტური ჯგუფები არიან. არიან თქვათ პრიორიტეტ ეს LGBT პროპაგანდისტები, მაგრამ ამ 100 პუნქტში ეწერა სასამართლო რეფორმაც, ვიცი, სხვა სოციალური რაღაც რეფორმები, განათლების რეფორმა და შემდეგ. და ქართული ოცნება იმ ევროპელებთან ლაგდებოდა ამ NGO-ებით, რომელიც ამ LGBT თემას აწვევებოდნენ. თუ გახსოვთ 12 პუნქტში პირველი პუნქტი შესრულდა გენდერული პუნქტი. შესრულდა რამდენიმე კვირაში. ზოგი პუნქტი საერთოდ არ შესრულდა. და ეს შესრულდა რამდენიმე კვირაში. უცბად მახსოვს ანა ნასლიშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ქართულ ოცნებას, რომ აი ესე სწრაფად შეასრულეთ ეს პუნქტი. აი ხო ხვდებით რა უნდა გაეკეთებინათ ქართულ ოცნებას. ასეთი პოლიტიკა იყო, რომ აი ამ NGO-ები და ამ არხით ლაგდებოდნენ ისინი ევროპელებთან. დალაგებული იყვნენ სასამართლო რეფორმით და მაგალითად ეკონომიკური რეფორმებით, ამ სხვა NGO-ებით და სხვა ინტერესთა ჯგუფებით. მაგრამ არავის არ დაინტერესებდა LGBT რაღაცეები. იმიტომ რომ ხო გასაგებია ეს ევროპისთვისაც არაბუნებრივია. იმიტომაც არის AfD ხა ყველაზე პოპულარული პარტია გერმანიაში, იმიტომაც მოიგო ტრამპმა რომ არ არის ეს LGBT რაღაცები რაც გარდაიქმნა ბუნებრივი დასავლური ცივილიზაციის ხელოვნურად დანერგილია, შეტანილია იქაც. ამიტომ ჩვენ რო სწორი პოზიციონირება აგვერჩია. გვეთქვა რომ ჩვენ მართლა გვინდა სასამართლო რეფორმა დაგვეხმარეთ პოლიტიკურ რაღაც წესების შესვლაში. არავინ არ გვეთხოვდა რომ თქვენ კარგი სასამართლო გაქვთ კი ბატონო, აი გერმანულს დაამსგავსეთ, აგერ ესეთ და აგერ რაღაც დისკრიმინაციული კანონი არ გაქვთ მიღებულიო და არ მიგიღებთ. ასე არ მოხდებოდა, როგორც 12 პუნქტიდან მარტო 3 შესრულდა სულოდ და რაღაც 4 თუ 5 ნაწილობრივ და მაინც წინ წავედით. იგივე მოხდებოდა აქაც. ამიტომაც არის იდეა რომ ჩვენ აი უნდა მართლა გავიდოთ ჩვენ რა გვინდა. აი ჩვენი პრობლემა თუ რამე არის საქართველოში, აი ამ ჭუბის გამო, ქოსნასური ჭუბის გამო, ჩვენ არ გვაქვს გაზებული ჩვენ რა გვინდა. აი ვინ ვართ? რას წარმოვადგენთ? რა ღირებულები რომ ამოთ ღირსებით შევიდეთ, რა ღირსებით შევდივართ? ანუ რა არის ეს ჩვენი ქართული ტრადიციები, რომელიც აი ჩვენი იდენტობა, მე გეტყვით, ჩამოგითვლით, ეს არის ძირითადად და ჩვენი კანონები, რაც გვაქვს ქვეყანაში, რომელიც გაუქმებასაც ვთხოვთ ევროკავშირში, რომელიც რატომ უნდა გავაუქმოთ? კანონები
წლების ბევრი შეიძლება ისე გავაუქმრო, არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ აქ საუბარი ალბათ იმაზეა, რომ თუ ჩვენ მოვისურვებთ, ჩვენ თვითონ გავაუქმოთ, მაგრამ თქვენ ნუ მეუბნებით მე რა გავაუქმო. არა, თუ ვიღაცასთან თანაცხრობა გინდა, შეიძლება მისაც დაუჯერო და უნდა დაუჯერო კიდეც. ეს ამბუნებრივია. ნატოში თუ გინდა, ჩვენ მივდივართ იქ, ისინი არ გვეხოცებიან, ჩვენ მივდივართ იქ. მე რომ მომიდეს ჰარვარდში მუშაობა, ალბათ მე ჰარვარდის წესები უნდა მივიღო, ხო, ეს ხო ბუნებრივია, ეს ხო არის, რომ მოდი ჰარვარდი ჩემ ჭკუაზე ივლით. მე მიმინდა იქ მისვლა და ისინი ჩვენთან არ გვეხოცებიან. მაგრამ აი ავიღოთ ჩვენი რაღაც იდენტობა, ქართველობა, ჩვენი ტრადიციები. ზოგ ადამიანს ტრადიცია შეიძლება მიაჩნდეს ის, რაც კომუნისტებმა დაგვინერგეს. ბოლოს და ბოლოს არც ერთი ცოცხალი ადამიანი არ ყავს, ვინც კომუნისტამდე პერიოდი ახსოვდეს. და ამიტომ ის რაც რამდენიმე თაობა გაიზარდა რაღაც ტიპის ქცევაზე, რომელიც კომუნისტური იყო. და ვიღაცის ტრადიციული ქართული ქცევა შეიძლება კომუნისტური ქცევა იყოს. მაგრამ ოჯახი, რასაც ამბობენ ტრადიციული ოჯახიო, ქართული ოჯახი ბეროთ დიდი იყო. მოგესალმებით ბებიებს და ბაბუებს ბერად უფრო დიდი გავლენა ჰქონდა. იქით მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე-19 ამას გეუბნებით, აი ტრადიციული ქართული რა ის კი არ გვაქვს გააზრებული, რომ თუ ეს ტრადიციული ქართული კომუნისტურია, რა შემჭირდება ეს? ხო, მე არ გამიგე რომ კომუნისტური შეიძლება იყოს. როგორ არა ძალიან ბევრი ნაწილი ჩვენი ცხოვრების კომუნისტებისას თქვა. არა, რა თქმა უნდა, ხა 70 წელი რო ხა რა თქმა უნდა, ხო და მაგალითად აი ჩვენ რო საუბრობთ ხოლმე იარაღზე ისე დაუბრუნდებით, ჩვეულებრივი ამბავი იყო, ვის მოვიდოდა აზრად ქართულ საზოგადოებაში მამაკაცის აეგზალა იარაღის ტარება. უბრალოდ გადახედეთ ჩვენ ისტორიას. იარაღის ტარება იყო ჩვეულებრივი ბუნებრივი ვაჟკაცობის სიმბოლო იყო. ჩაცმულობიდან დაწყებული მაღაზიებში იყიდებოდა სარეკლამო განცხადები რო ნახოთ მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში მაღაზიაში იყიდებოდა და ეს განცხადებები გვაქვს რომ შემოგვიდა ახალი პროდუქცია. ასე დაჟინებით იარაღის ტარების. არა, მე ვამბობ მაგალითს ვამბობ. აი ყურეთ ჩვენ საზოგადოებაში იმდენად ეს უცხო ჟღერს. მე ამიტომაც მოგ ძალიან უცხო ჟღერს, რომ ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. აი რო აიუბნები გადარეული ადამიანი და მე იგივე ადამიანი გეტყვის რომ მე ქართულ ტრადიციებს ვისაუბრებ. ვეუბნები კაცო ქართულ ტრადიციებს თუ ვისაუბრებ, ჩაცმულობა შეხედე. ქართული კაცი შეიარაღებული დადიოდა ისტორიულად სუნტრები ყავდა. ქართულ ტრადიციულ ღირებულებებში მამაკაცი შეიარაღებული დადიოდა. ასე იყო მთელი ჩვენი ისტორია. ბოლოს 70 წლის გარდა. მე მაგალითად რაც მინახავს, ერთად მინახავს ტეხასში ვიყავი და იქ უფლება აქვს იარაღის ტარების, ქალს კაცს უკან ესეთი იარაღი ედო და არ იყო ეს ჩემთვის კარგი და მშვიდი დასანახი. არ ვიცი. გეთანხმებით, ეს არის პრობლემა, რომ ჩვენი ქართველობა დავკარგეთ, რომ ადამიანი შეიარაღებულ მამაკაც ქუჩაში ადამიანი ხედავს და ეშინია და როგორ შეიძლება ეს ქართველობა იყოს, მაგრამ გეთანხმებით რომ დავკარგეთ და გეთანხმებით რომ უცხოა, ამიტომაც მე თვითონ არ დავდივარ შეიარაღებული, იმიტომ ვხედავ დისკომფორტს სხვა ადამიანებს შორის და არ მინდა ეს დისკომფორტი მივანიჭო, მაგრამ მიუხედავად ამისა, უბრალოდ ტრადიციულობაზე რომ საუბრობთ, აი ესეთი პრობლემა გვაქვს, რომ ჩვენ ტრადიციულობა რა არის ის კი არ ვიცით. იმიტომ რომ ზოგს ვერ გაურკვევია რომელ ტრადიციებზე ლაპარაკობთ. იმიტომ შეიძლება არ არის ხოლმე იარაღის ტარება ტრადიცია ძალიან ბევრი რამეა. მაგალითად მოგიყვანეთ რომელიც ძალიან ისეთი გასაგები მაგალითია, მაგრამ განათლების ტრადიცია რო ავიღოთ, საბჭოთა იქნება დიდი ალბათობით ეს ჯანდაცვის რაღაც ან კულტურის სფეროს ბევრი შეიძლება საბჭოთა იყოს, რომ ბევრი რაღაც განვითარდა ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დროს კულტურაში კი მოდით ფაქტია. არა, ხო გასაგებია ხა, რასაც ვერ ვარყო, მაგრამ აი ეს რაღაც როგორ განვითარდა, თუნდაც თეატრების, თუნდაც მეცნიერების განვითარება ცენტრალიზებული მეცნიერების აკადემია რო გვაქვს და ეს ხო საბჭოთა ტრადიციის ნაწილია. და ამიტომ ჩვენ უნდა აი როს ტრადიციულობას მივაწვეთ და ჩვენი ღირებულებები შევიდეთ ევროპაში. ჩვენ და გაცნობიერებული ქონდეს რა არის ეს ღირებულებები. და ამაზე მე კი არ უნდა ლაპარაკო, შეიძლება მე ვცდები ბოლოს და ბოლოს, მაგრამ აქ ეს უნდა იყოს საჯარო დისკუსიები ხანგრძლივი, რომ რაღაც საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს, რომ ეს არის. შეიძლება ხალხი შეეცახოს, არ გვინდა იარაღი, ასეთი ხალხი ვართ. არა აქვს ავსტრალიელებს იარაღის ტარების უფლება და ხო არის შეენვერათ, ხო? შეიძლება ასე ჩამოყალიბდეთ, მაგრამ როცა არ მოხდა ეს დისკუსია, მაშინ არაფერი არ გამოვიდა. ვერც შეხვალ მაშინ ღირსებით ვერსად, იმიტომ რომ ეს ღირსებას ფუნდამენტი უნდა ქონდეს, რომელიც გააზრებული აქვს ამ ადამიანს.